სალამი ჩემო კარგებო. დაკარგული თქვენი შვილი მოვედი პაუზის შემდეგ მიხარია თქვენი ნახვა არხზე. კარგად ვარ, მოგიკითხავთ სულ ყველას და იმედი მაქვს რომ თქვენც ძალიან კარგად ბრძანდებით. ჩემო კარგებო. ახლა იმიტომ ვარ ესეთი თავგადაჩეჩილი და ესეთი აბაზონიდან ახალი გამოვარდნილი, ვიცი თქვენ არ მიწყებთ და არ გამკითხავთ, ჩვენ ძალიან მეგობრული წრე გვაქვს. იშვიათი გამონაკლისების, რომლებსაც მოდით მიუტევოთ და ყურადღება არ მივაქციოთ. გამგებმა გაიგო. რატო ვარ ახლა ესეთ ფორმაში და რატო ვარ ესეთი გახარებული? მე საერთოდ ისეთი მხიარული და გახარებული ადამიანი ვარ, შინაგანად ვარ ბედნიერი, მაგრამ რაღაცა პატარა მიზეზი უფრო მეტად მახარებს და იმიტომ ვარ ასე რომ დღეს შუა ვარჯიში, აი გადაწუწულე რომ ვიყავი, დამირეკეს და მითხრეს რომ არიქა ჩამობრძანდეთო და თემუს ამანათი მოვიდაო და თემუს ამანათს თქვენ გარეშე რა გამახსნევინებს. ასე რომ მე და ტასიკო კადრს მიღმა, რომელმაც მთხოვა რომ საუზმოფო და ნუ გამომაჩენო ფორმაში არა ვარო, გოგოებს მოიკითხავ? გამარჯობათო. კადრს მიღმა კომენტარებს წაგაშველებო თუ შეიძლებაო, თუ არ გეწყინებაო და ისევ არ გამოვჩდებიო. მოდით დავიწყოთ. ჩემო კარგებო, გავწიოთ ეს რაღაცები. თქვენ ალბათ ხედავთ ჩემ ლამაზ წკაპუნებს, რომელიც ახალია და გავრეცხე, უგემრიელესი, უნაზესი, უცინცხლესი ალუბლისფერი წკაპუნები მაქვს ესეთი. მიხარია და ტასიკო რა თქმა უნდა დამცინის. სახლის ფორმაში ვარ გოგოებო და ბიჭებო. არა, ესე კარგად ჩანს. რა ხდება ახლა აქ ისე მართალია ეს ბავშვი. გული თავი რომ მეიფიქრებსო, ერთი იმდეს მეიფიქრებსო. აბატონო. აი ასე თან ჩანვარ. გამოვიწერეთ ამანათი, ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ გვითხრა რომ 24 მაისამდე მოვაოდა. დღეს ჩვენ გვაქვს 5 მაისი. გუშინ უკვე მოგწერეს, უკვე ბნელოდა რომ მოგწერეს და გვითხრეს რომ გორშიაო და ჩვენც მივხვდით რომ სადღაცა ხვალზე მოვიდოდა და აგერ მოვიდა ბატონო. გვახსოვს რა არის, გვახსოვს. არ არის ეს სიტუაცია რომ რა შემოსიხარულო, რა გინდა. არიქ ამასაც უნდა მონაწილეობის მიღება, მოდი ჩემო. მოდი ახლოს მოდი დაენახვე გოგოებს და ბიჭებს, ნახეთ, მოდი ჩემო, მოდი. არიქ. შენ შემოგევლე მე. ამანათი ხომისია. ჩაგეხუტა მაკა. ამისთვისაც არის რაღაცები. არის ხოლმე სიტუაცია გამოწერა, რომელიც სადღაც გადაგავიწყდება და არ გახსოვს რა არის. აქ ყველაფერი გვახსოვს, გუში რომ მოვიდა გავიხსენეთ რა გვაქვს გამოწერილი და რა უნდა ჩამოვიდეს. მოიცა ბიჭო, გუცხვირი არ მოგაყოლო მაკრატელში. ამოგიღებ ახლა შენ რამე უნდა იმედია ჩადის. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, რომ თემუზდან მოდის, მძიმე მეტალები აქვს, საშიში ნივთიერებები აქვს, სხვა დანარჩენი შეამოწმავინ მე. მე რასაც მაღაზიაში ვყიდულობ, აქ თუნდაც ზვირიაში, ვინმე შეამოწმა არ არის. ასე რომ, მოდით რაზეც ხელი მიმიწვდება, იმას ვყიდულობ. და ვაღიარებ, რომ კომფორტულად ჩამოდის და რაც ჩამოდის, ყველაფერს ხოშიანად ვიყენებ. აბატონო. ეს არის მიკი მაუსი ღრუბელი, რაღაცა უცნაური ღრუბელია, ფხაჭინია ღრუბელია რაღაცა. მიკი მაუსია, რომელიც უნდა შევაგდოთ სარეცხეს მანქანაში და თურმე მოაგროვებს ცხოველის ბეწვებს. ახლა ჩემ ბუკას ბუბუს არ სწვია, მაგრამ კატაკლავს სეზონურად ბეწვს იცვლის და ჩასაცმელი გაიწმინდება თქო, მაგრამ ეს არის ფეიქი. ეს არის უბრალოდ ღრუბელი. ხომართალია. რომელ სამყაროშია მიკი მაუსი? ეს არ არის მიკი მაუსი. ნუ ანჯღებ მაგიდას ასე ვზანზარებთ მე და ხალხი. მიწის ძრა. არ არის მიწის ძრა, კუთხეში ვზდი. ესეთი ხუმრობა ვნახე ინტერნეტში, რატომ არ უნდა დავჭდეთო კუთხეშიო და ჩვენ ხოლმე ხა კუთხეში არ უნდა დაჭდეთ, შვიდწელი ვერ გათხოვდეთ და ეს არის. მეთქი რაღაცა ეზოტერული ახსნა აქ რაღაცა და ისე ჩაახვია ბიჭმა, ისე ჩაახვია ფილოსოფიურად, მეცნიერულად. ჩემთვის გაუგებარი ტერმინები და ბოლოს თქვა რომ მიწის ძვრა რომ მოხდეს უცბად და გულს დაარტყავ ძვება. ასე რომ
ეგ ხუმრობა გვაქვს ხა ახირებული მე და ჩემ გოგოშკას. ხო და მოდით ახლა ეს რაღაცა საიდუმლო ხუმრობა მეთქი საიდუმლო ყუთია. ერთზე ვფიქრობდი და მეორე ვთქვი რა გინდა ჯიბეში. ხუბო მისწავლა ძალიან ცუდი რამ. ყველა ჯიბეში ისე მოხერხებულად ყოფს ხვერს და იპარავს ხელსამხოცებს. ძიზგნის აქეთ-იქით ყრის და ეგ არ არის ტრაგედია. მე ის მაშინებს რომ ცოტა შეჭამს ხომ. არ მინდა რომ გაღალდები ჭამს. ხო ბუბუსი? არ არის მაგაში არავითარი ქაღალდი. მას მართალია ძალიან ხარისხად არის. ამაში რა არის დასო, რა შეიძლება იყოს? აჩეჩები იყოს. აჩეჩები? აჩეჩები იცით რა არის ხალხო? აჩეჩებია. აჩეჩები არის მოიზამება დამანახა. სათვალე. ტარარარამ. იაფასიანი პლასმასის სათვალე. აჰა. მატრიცაში უკეთიათ ასეთები. მომეცია. შელენონებს მიხედა. როგორი დამცხა ხალხო? მე მაქვს ძალიან კარგი ლენონები. ვა, აჩეჩები. აჰა, ინსტრუქცია მოყვება შვილო მისი წონა. სათვალის წონა. შვიდობაში, სოციალიზმ გიხდება. მენდელ სიტყვაზე უხდებ. მე რა მიხდება. შენ ყველაფერი. აჰა. ეს არის ჩემო კარგებო. ჩასაცმელი ბუბუსი. ბუბუსია ეს დუ. ბუბუსი. აჰა, არის ძალიან თხელი, ჩვეულებრივი მაიკა, მაისური ესე ვთქვათ. ძალიან ხარისხიანად არის აჭრილი და შეკერილი. ისეთი კარგი ისა ავერლოქს არ ვიცი რა ქვია ქართულად. ჩავაცმევ, ეს არის ზურგი, დათვი ახატია. ჩავაცმევ და აუცილებლად გაჩვენებთ. მოიჭავს ბუდო. ესა შენია, გენაცვალე. არა, კი უნდა დაგიჯოროთ გაშენე. ფოტოზე იცით როგორი ჩანდა, აი ბაიკა ხუდივით და მე ვფიქრე ზამთარში ჩაიცმევს, ზურგი ექნება თბილად ხო და ეს არის ხელოვნური ნაჭრის რამე დატასო ეს თუ გახსოვს, სადღაცა 4-5 ლარი. თავი გაეტევა მაგაში მე. სიმართლე რო გითხრათ, კი გაეტევა, სიმართლე რო გითხრათ, მე მინდოდა ეს ერთი ცალი მქონოდა ემიზომა ყოფილა, არა, მართლა კარგად არის შეკერილი. მქონოდა რომ აქედან ამეღო ზომა და თარგი. მე ხო არა ვარ ახლა მკერავი და მით უმეტეს ზაღლებისთვის არასდროს არაფერი შემიკერავს და ვფიქრობდი რომ აი ხა ამას ესე რომ დავდებ დარღვევის გარეშეც რაღაცა მიახლოებით თარგს ავიღებ ან ქსოვა რომ დავიწყო მიახლოებით მოვქსოვ. ასე რომ კარგია მოვაზომოთ ეს მოვაზომებთ აუცილებლად. არა ვარ უკმაყოფილო. თავის ფუნქციას შეასრულებს. გაგვახალისებს დათვიანი რომ ესმევა, ხო და იმას თარგსაც ავიღებ და 4 ლარად მეტი რა გინდა. გორგიაში ჩემო კარგებო შევიძინეთ ძალიან მაცემინებს ხალხო და სურვილი ჩაიფიქრეთ. სიმდიდრე, ჯანმრთელობა, სიხარული, სიყვარული. ესე იგი მოიცა სად არის ეს? აჰა. შევიძინეთ მოკლედ ძალიან მარტივი ჭაღი. უბრალო ბადეა. რკინის განია, ესე ვთქვათ. და ნანახი გქონდა, კაკრას წავა ეს, მე მგონი. ცოტა პატარა. ნანახი გქონდა ჩვენ რომ ესეთი ჭაღები იყო გაკეთებული პეპლუკებით. ხო და აი ეს პეპლები გამოვიწერეთ რაღაცა ლარი 80 მილიცით მე მგონი 20 ცალ პეპელაში მივამაგრებთ. ბევრი საჩვენებელი არაფერი არ არის, გახამებული მოვარდისფრო მოინისფრო ქსოვილის პეპლებია. ეს არის ფრჩხილის საკორექტირებელი პედიკიურისთვის. ერთგვარი ჩასაფენი ფრჩხილში რომ სწორი მიმართულებით გაიზარდოს. ნახოთ, აბა ცოტა მეუხეშება. მე მგონი კაპალი მიჯობია ამას. ასევე. ესეც ვიყიდე არხისთვის.
ეს ტასიკომ არ გინდაო იპოვა, ძალიანაც მინდოდა, რა თქმა უნდა. არ მითხრათ ახლა რამითი დაწერაც შეიძლება. კი, ეს მოყვება. ეს არის ხალხო? დუბლი ესა და ეს. აქ რაღაცა ცარცით უნდა დაიწეროს და ეს არის წასაშლელი. მე მგონი, უი, აქ აქვს თავისი. წერს კიდეც და იშლება კიდეც. არა, ცუდად იშლება. ცარცია თუ ეს არა? მარკერია, რომელიც არ იშლება, თეთრი. ცარცით მირჩევნია წერა, რო არ გავაფუჭო. მაგრამ თვითონ ეს არ გვინდა, აი ეს მომწონს გაგიჟებით. YouTube-ისთვის ვიყიდე, მაგალითად, ჯონჯოლის დაწნილება, დუბლი პირველი. სულ მინდოდა მქონოდა. სარეჟისოროზე რომ ვსწავლობდი, მინდოდა მქონოდა ესე კილოს გასაშლელი სკამი, რომელზეც ეწერებოდა უკან ზურგზე ჩემი გვარი, ხო და ესეთი ისა გასატკაპუნებელი. შემდეგ ესეც ბუბუსასია, ეს არის ბუბუსას ელსაბამი თავისი სატარებლით. ოღონდ არის მოსახერხებელი. მარტო აქ კი არ კეთდება, იღლიებში უნდა ამოედოს ჟილეტივით. აი ასე, ესენი გაყიდვაში მე ნანახი მქონდა, ზოომაღაზიებში იყიდება ღირს 8, 10, 12 ჩვენ მივეცით 3 ლარი თუ 4 ლარი. აი ასე, ესეც ემიზომაა. მოგვიცი, ესეც შენია, ჩემო სიხარულო. ჩაედევა, ცოტა პატარა არა. გასადიდებლები აქვს. მოდი სიხარულო, ესეც შენია, მოგწონს? ხო, ნახე რა კარგია, ამითი ბებოსთან წავიდეთ ხოლმე, ხო? ბებოსთან წავიდეთ ხოლმე, ამით. შემდეგი, მე ჯერჯერობით ყველაფრით მაყოფილი ვარ. კაცი, აქ არის რაღაცა ფანქარი. შენია. ო, ეს არის ფანქარი. ეს არის კორეული კოსმეტიკა ფანქარი. აღარ მახსოვს რისი. ხელსახოთ ამოიღებს და არ ვიცი რას უზავ, ამოიღო, მოდი აქ, მოდი. რატომ ამოიღე, რატომ? არ შეიძლება, ბიჭო, არა. გამომართვიდე. ფანქარი არის, თვალის არის ეს ფანქარი. შავი ვიყიდეთ. კი. რისთვის? შავი. თვალის არის თუ ტუშის არ მახსოვს. რანაირად არის ტუჩის, კაცო, ტუჩზე შავი უნდა წავიდე რა. აშკარად ფერი აქვს შეშლილი. არა, შავი. კარგი, ჩადე. თვალის ფანქარი. იმისი, წარბის. წარბის არის? შვენიერია. წარბის შესავსები ფანქარი. ერთი ესეთი მაქვს. კიდევ მქონდეს. შემდეგი ეს არის ის, რაც ძალიან დიდი ხანია მინდოდა გამომეწერა და რაღაცა მისცადა. ეს არის ხალხო ჩვეულებრივი რვეულებს რო ზამბარები აქვთ ხოლმე, ხო იცით? აი ესეთი ზამბარაა. ანუ ამაზე იკინძება არასწორია. იკინძება რვეული. შემიძლია რომ რამდენიმე გაუკეთო დიდ ფურცელს. შეიძლება რომ ცოტა მომიახლოვ საქართველოს დიდო მთავარო. თორე ვერ მხედავენ ადამიანები. აი ესეთი რაღაცა. ზამბარა. მე მინდა რომ რაღაცა პაწაწუნა ციგნუკები და ციგნაკები ვცადო ამითი. ჰენდმეიდისთვის არ არის ცუდი. აბატონო. შემდეგი. აღმოვაჩინეთ ამას წინათ რომ მეტრიანი გვაქვს სამშენებლო და სამკერვალო არა გვაქვს. იქ სახლში დედაც ჰქონდა და აქაც სადღაც უნდა მქონდეს, მაგრამ მოდი გამოვიწეროთ თქვით და რაღაცა ლარნახევრიანი მეტრიანი გამოვწერეთ. ახლა უკვე შეგვიძლია შევწეროთ ესე რა ქვია, კაბები. შემდეგი ასევე ჩხილის ფორმის შესაძლებელი პედიკიურის, როგორც ტასიკო ამბობს, ეს არის რაღაცა ინკვიზიციის იარაღიო. აი ესეთი. საერთოდ ეს პროფესიონალების არის, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებდა რა იყო და როგორი იყო. ანუ როგორი რაღაცაა, იცით? აი წარმოიდგინეთ ესეთი მარწუხი ჩხილებს ესე მოკიდებს და გაასწორებს და გვერდზე თუ ცუდად მიდის
მიმართულება ცუდი აქვს, ან სიღრმეში იჭრება, ასწორებს და ქვემოთ შეგვიძლია ჩავაფინოთ წეღარო კაპალინები გაჩვენეთ, პატარა ჩასაფენები, ისინი ამასაც მოყვება თურმე. ამაზე ვერც კარგს ვიტყვი ჯერ და ვერც ცუდს ვიტყვი. მე მიუხედავად იმისა, რომ ამისი პრობლემა არ მაქვს, თქვენ იცით, რომ მე ძალიან მიყვარს პედიკიურის ყურება, რაც ტასოს აოცებს წარმოუდგენლად. უბრალოდ მომწონს ამ ყველაფრის ყურება, ქირურგიული ჩარევებიც მომწონს და YouTube-ზე ბევრია ესეთი და ეს პაწაწინა ინსტრუმენტით შევიძინე. მოკლედ, ჩემი სათამაშოა, ბევრი რომ არ ვილაპარაკო და ულამაზესი სამი ნივთი საოცრება, აი საოცრება. მე ესეთი არაფერი მინახავს ღმერთო ჩემო. წინა თემის წინა გამოწერებიდან თქვენ ალბათ მიხვდით, რომ მე ძალიან მიყვარს მეც და ტასუნასაც ძალიან მიყვარს მინიატურები. და ამჯერად გამოვიწერეთ მინიატურული ზომის. ქართულად ამას ქვია ანჯამა. რუსულად ამას ქვია პეტლა. ანჯამა, ეს არის ანჯამა. აი ანჯამა დამივარდა ხალხო. აი ნახეთ რა არის ეს. კარი და ფანჯარა რო იკიდება, ის არის და არის ერთი ციცქნა და არის ბევრი. მე და ტასოს ერთი საინტერესო ჩანაფიქრი გვაქვს და იქნება განვახორციელოთ და იქნება და ეს დაგჭირდეს. არის ულამაზესი ოქროსფერი, საკმაოდ მძიმე, მოყვება თავისი ლურსმები. და აი ეს უშესანიშნავესი ორი გულსაბნევი, ერთი კესანები, ერთი არის ულამაზესი კესანები, ესეთი საბნევი აქვს და მეორეა იასამანი. ორივეს მოგწონდა კესანები, მაგრამ ვიფიქრეთ, რომ ორივე ერთად ხوار მივიმაგრებთო და მეორე იასამანი ავიღოთო და ერთ-ერთმა გავიკეთოთ, მეორემ. მოკლედ ერთმანეთს ვათხოვებთ ხოლმე. ძალიან ლამაზია ერთიც და ძალიან ლამაზია მეორეც. მაგრამ ვერა და ვერ დაგანახეთ ნორმალურად. აიღე მე კამერად გადაიღე ცალკე. აი ასე. აი ესე, ჩემო კარგებო. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ხარისხემად ვერ გადავიღე, მოკლედ გითხარით, გაჩვენეთ. და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ, რომ თემუდან გამოწერა არც თუ ესეთი საქმეა, რა ქვია, უიმედო და უაზრო. მე გადავწყვიტე, რომ თემუდან არ გამოვიწერ ხოლმე ფეხსაცმელს, ჩასაცმელს, ძალიან უნდა მომეწონოს და ძალიან უნდა მინდოდეს, რომ გავრისკვა, როგორ ჩამოვა. და ან რა ზომა ჩამოვა. მაგრამ აი ესეთი წვრილმანები გულს რო უხალისებს ადამიანს, რაღაცა კაპიკებში შვედურად მოდის და გვახალისებს. ამდგები ახლა ამ ყველაფერს ადგილს მიუჩენ, რაც დიდი პრობლემაა ჩემს სახლში, იმიტომ რომ ყველა არაფერს ადგილი არ აქვს. უნდა ვიპოვო ახლა მორიგი ყუთი, მორიგი ის უნდა გადმოვთხარო ადგილი, რაღაცას უნდა შემდო და გაიგეთე სათვალე გოგო. ასეთვე ძიენკმაყოფილი. ძიენკმაყოფილი ხარ. ძიენ მიხარია მაშინ მეცე. ხო და მე არავის არ მომწონს თემზე ივაჭრეთ მეთქი, მე უბრალოდ გაჩვენეთ დღეს რეები ჩამოვიდა და აი მოკლე ვიდეოთი შეგეხმიანეთ ჩემო კარგებო, წვიმიანი დღე გვაქვს. ამას წინათ ის ვნახე, რა ქვია, Facebook-ზე ვნახე ნახატი, მზეს ეკაჩებოდა ადამიანი მსხიუზე, რომ მოდი შედალოცვილო, დაუპითო. არა, ესე დაუპით არ არის, მაგრამ რაღაცა უფრო ღრუბლიანია, უფრო ესეთია ჭექაქუხილიანიც იყო გუშინ წინ და სახში ჯდომა გინდა ამ დროს და ამ სახში ჯდომაში მშვენივრად მოვიწყე ჩემთვის მაცივარში პროდუქტები დიეტური საკვებით, უკვე მეოთხე დღეა თუ არ ვწდები, ხო? და რაციონალურად ვიკვებები. უმეტესად მხოლოდ ცილოვანს და აი ამ დიეტურ 40 ქულას არ ვაჭარბებ. ძალიან გემრიელად მძინავს. საერთოდ იმ დღეებში, როცა შაქარს არ ვიღებ, ძალიან გემრიელად მძინავს.
რატომ ვერ გეტყვით. ასევე დავიწყე დღეს ვარჯიში, გავიოფლე, გავიწუწე, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მზე არ არის და ღრუბელია, არც ივა, ხო და მე შევარდი რა თქმა უნდა აბაზანაში და აი ამ ყველაფრისთვის არის არაჩვეულებრივი ამინდი. თქვენ მოგახსენებათ რომ მე ეგეთ რაღაცებზე ამინდებზე და რაღაცებზე არ ვემდური ბედსა და ღმერთსა და სამყაროს პირიქით ძალიან მადლიერი ვარ. დღეს ფაქტიურად საქმეები არა მაქვს გასაკეთებელი. ხო და დღეს უნდა დავკავდე ჩემი საყვარელი საქმიანობით. ეს არის გეგმების წერა. ეს არის გეგმების წერა ხალხო და რამდენადაც გემრიელად მძინავს, იმდენად უფრო ხშირად ვნახულობ ხოლმე სიზმრებს. და ძალიან შთამბეჭდავი სიზმარი მქონდა და რაღაცაში დაგონებულმა გავიღვიძე და დავიჯდე ხა და გეგმები უნდა დავწერო. დასკო მომეხმარება ალბათ სანამ სამუშაოდ შევა. მე კი გემშვიდობებით კარგ დღეს გისურვებთ, კარგ საღამოს, კარგ ღამეს და შევხვდებით ხვალ ამ არხზე გემრიელი ცხოვრება. მომავალ შეხვედრამდე კარგად.